Strafat ვისაუბრებ, რომ მოვასწრო სათქმელი, რომ კიდევ ვინმე სტატუსი არ წამოგვეწიოს ახლა, თორე იმდენი სტატუსებია გავრცელებული, უკვე 10 წუთი ფაქტიურად სტატუსებს ვკითხულობდით. რა ვიცი, თავარი არის ერთი რამე, ის რომ მე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა დღეს რა თქმა უნდა მოსმენელი მქონდა და ძალიან მკაფიოდ და ძალიან ზუსტად ამბობს იმას, რომ აქ თავარი არის ბრძოლა. ბრძოლა არა ერთმანეთის მიმართ და სამიზნეების არევა. ბრძოლა რეჟიმის მიმართ, რომელი რეჟიმიც ყოველდღიურად აღარიბებს მოსახლეობას და ამაზე არავინ არ საუბრობს. ამაზე უნდა ვისაუბროთ ყველაზე მეტი, ამაზე წერონ სტატუსები ბატონ გიორგი. კი და ძალიან ბევრი სტატუსი და ძალიან ბევრი სიტყვა მოგვისმენია ჩვენ იგივე მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიდან, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი აქტიურობა ჩვენი მხრიდან. დღეს მთავარი პრობლემა რაც არის, რა თქმა უნდა, იმ უდიდეს პრობლემასთან ერთად, რომელიც ხელისუფლებას შეპყრობილი აქვს რეჟიმს, რომელიც ფაქტიურად ქვეყანას უკარგავს სუვერენიტეტს, ამასთან ერთად აღარიბებს მოსახლეობას და ყოველდღიურად ეს უფრო და უფრო მეტად აწვება თითოეულ ოჯახს და რა ვიცი, ნებისმიერ ოჯახში რო შეხვიდეთ, ახლა რეგიონში ხშირად მიწევს, დღესაც თელავიდან მოვდივარ, გუშინ თელავში ვიყავი, ყოველდღიურად ადამიანებს იმის საშუალება არ ეძლევათ, რომ რაღაცა აკეთონ იმისთვის, რომ ოჯახი შეინახონ, ფაქტობრივად ის მიწასთან მომუშავე ადამიანს, რომელსაც ყურძენი მოყავს თუ ხორბალს თესავს თუ ქერს თესავს თუ სიმინდს თესავს, არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტობრივად ჩვევათ აქვს გადაქცეული, რომ ამუშავებს ახლა იმასაც, თორე შემოსავალი ფაქტიურად არ არის. იმ ფასებიდან გამომდინარე, რაც არის, როგორც სათესლე მასალაზე, ისე შხამქიმიკატებზე, ისე საწვავზე, რა თქმა უნდა და ამაზე არის ძალიან ბევრი სასაუბრო. არა იმიტომ, რომ დღეს ჩვენ რამე შპარგალკა მივცეთ ხელისუფლებას და ამის მიხედვით იმოქმედოს, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და რჩევები მივცეთ. არამედ იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში ძალიან მალე დარწმუნებული ვარო ჩატარდება არჩევნები, სადაც ადამიანებს მიეცემათ უკვე არჩევანის გაკეთების საშუალება. ამაზე ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი უნდა იბრძოლოს და პოლიტიკოსებმაც ბევრი უნდა იბრძოლოს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ამის მერე საშუალება კონდეს ქვეყნის მოქალაქეს მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა და არა იმაზე იფიქროს ხვალე ვინ რა სტატუსს გამოაქვეყნებს და ვინ ვის დაუპირისპირდება. მიშასთან ბრძოლას თუ მოეშვებიან და ყველას სწორება ექნება ერთი მიმართულებით, აი ეს ერთიანობა იქნება ყველაზე მაგარი და დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის შემთხვევაშიც, რომლის წევრებით ჩვენ ვართ და არსად გამოსვლას არ ვაპირებთ, ეს გაინტერესებთ ძალიან. არა, ჩვენ გვაქვს ასე მაინტერესებს ეს ალიანსი 22 ჩვენი პოზიცია, ჩვენი პოზიცია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა, თანამშრომლობთ ალიანსთანაც, მაგრამ ის თანამშრომლობა ახლა ცოტა გაუგებარიც არის ძალიან ბევრი რამე, როდესაც ფაქტობრივად არაერთხელ ითქვა უკვე ლევანმაც თქვა ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესი ახლა 5 სტატუსიდან რო 3 სტატუსი ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის დაგმობაზე იქნება, რა ვიცი, ცოტა უხერხულიც არის მე მგონი. ხო და მაინც რჩებით ამის მიუხედავად ამ ალიანსში ეს ერთი და მე მეორე დავასრულებ თუ შეიძლება 26 მაისს სწორედ აი ამ ალიანსის სახელით, მათ შორის თქვენი პოლიტიკური გუნდიც ეპატიჟებით ადამიანებს საპროტესტო აქციაზე, ხო? აი ამ დაპირისპირების შემდეგ, რასაც ვუყურებთ, რაც გრძელდება უკვე ფაქტობრივად მეორე კვირა, არ გაგიჭირდებათ რომ მოვიდნენ ადამიანები აი თქვენს ესე ვთქვათ თქვენ რომ მოუწოდებთ აი ამ აქციაზე შემოგიერთდნენ ანუ ერთმანეთში ვერ გაგირკვევიათ ფაქტობრივად ურთიერთობა და აი რო ეპატიჟები გამხავს პირისპირდებით 26 მაისიც არის ერთი ჩვეულებრივი პროტესტის დღე ასეთი პროტესტი არის სამმხრივი ასეთი პროტესტი არის ყოველდღიურად ქვეყანაში ასეთი პროტესტი არის და მხარე უნდა დაუჭიროთ ყველა იმ პროტესტს რომელიც ქვეყანაში არის იგივე თქვენ ახლა უსმენდით როდესაც ნიუსი გადიოდა იმ მშობლებს, რომლებიც აგერ უკვე რამოდენიმე დღეა იქ აკენებენ და აღამებენ, ხო? 26 მაისი არის ერთი ჩვეულებრივი დღე, პროტესტის დღე, რომელიც შედგება აუცილებლად და ამაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ვისაც სურვილი ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ხალხი იქნება ამ 26 მაისს. არა იმიტომ, რომ ეს მარტო ალიანსს უნდა და ალიანსმა დასახელა ეს თარიღი, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში რეალურად არსებობს პროტესტი თუ ხელისუფლებას რეჟიმს
რეჟიმს გონია რომ ქვეყანაში პროტესტი გამქრალია, არა, პირიქით უფრო გამწვავებულია ქვეყანაში მდგომარეობა და ყოველდღიურად ადამიანებთან კონტაქტში ჩვენ ამას ვისმენთ. ასევე მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ და ერთიანობის მიმართ არის ხალხის მხრიდან, მაგრამ არა ესეთი ერთიანობის, რომელიც ერთიანობაც რაღაცა მუდმივ რყევაშია. ამიტომ ჩვენ თვითონ ჩვენ პასუხისგებლობაზია. ჩვენს პასუხისგებლობაზია ყველამ საკუთარი ეგოები გვერდზე უნდა გადადოს. ვის გულისხმობს? საკუთარი ნებისმიერ პოლიტიკოს და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას რა და თუ ვართ ალიანსში და თუ ვართ ერთიან პოზიციაზე და მთავარი მიზანი გვაქვს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლას, არავისთან არ ვარკვევთ. ყველაფერი გარკვეული გვაქვს. როგორ ხდება მაშინ თქვენი დარჩენა ბატონ გიორგი ამ ალიანსში? ჩამოყალიბებული ვართ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ამასთან ერთად და აუცილებლად მინდა გადმოგცეთ ჩვენი ბუკლეტი, დღეს გქონდა ამის პრეზენტაცია, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ და როგორ გვიკეთებია, არა მარტო წარმოგვიდგენია, როგორ გვიკეთებია 9 წლის განმავლობაში და როგორ შეგვიქმნია გარემო, რომელიც ფასებს ავტომატურად დაასტაბილურებდა, არა ისე რომ რაღაცა კომისიები შეგვექმნა და ვიღაცისთვის თითი დაგვეკნია, რომ ფასი უნდა დააკლო, რომელიც ისედაც არ გამოვა და ეს თავიდანვე აბსურდია. ამიტომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ვართ ალიანსის წევრები, ლოგოს რო დახედავთ ალიანსისას, იქ ნაციონალური მოძრაობა არის გამოსახული. ასევე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის არანაირი ფორმალური წევრები არ არის. ბატონ გიორგი, სტატუსებით და განცხადებებით ესაუბრებით ერთმანეთს და აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ნებისმიერს აქვს, ხო, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და ნებისმიერ პოლიტიკოს აქვს აზრის გამოთქმის უფლება და მიხეილ სააკაშვილის რჩევები, მისი გამოცდილებიდან, მისი ნაშრომიდან, მისი ნაბრძოლიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი და ეს მისი რჩევები ვინმეს კი არ უნდა აღიზიანებდეს. შეიძლება რომ ეს ყველაფერი სახელმძღვანელოდ მიიღონ ადამიანებმა, იმიტომ რომ ამის გამოცდილება აქვს იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში შექმნა ქვეყანა, ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა და შექმნა ქვეყანა, რომელსაც გამართული სტრუქტურები არსებობდა, რომელი სტრუქტურებიც ხალხს ემსახურებოდა და არა ემსახურებოდა ერთ კონკრეტულ ადამიანს, როგორც რეჟიმის შემთხვევაშია ივანიშვილის ემსახურება ნებისმიერი სტრუქტურა, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია ყველას აზრი მოისმინონ და არ უნდა გააღიზიანოს არავინ, არ უნდა გააღიზიანოს არავინ მისმა პოზიციებმა, რომელი პოზიციების გამოთქმის უფლებაც მას აქვს. კი ბატონო, ანუ ვერ გავიგე მაინც ერთ კვირაზე მეტი ამ ამბავს ვარკვევ. ამოწურულია კონფლიქტი ნაციონალურ მოძრაობასა და ალიანსს შორის, იმიტომ რომ კონფლიქტს ნამდვილად ვერ რა ქვია, რა ვიცი, არ ვფიქრობ საერთოდ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სალაპარაკო თემა. რა ვიცი, ალიანსის შიგნით ერთმანეთის პაექრობა ხალხს არ აინტერესებს. ხალხს აინტერესებს ერთიანობა. კარგით, ეს ერთიანობა აუცილებლად ეს ერთიანობა აუცილებლად აი ამ რყევების მიუხედავად, აი ამ რაღაცა თქვენ რო დაპირისპირებას ეძახით, მაგის მიუხედავად დარწმუნებული ვარ. აი თქვენ საერთო ოპოზიციური ერთიანობა შედგება, რომელიც ერთიანობას ხელს შეუწყობს რეჟიმის დამარცხებას. დაპირისპირება არ მოგწონთ. აბა თქვენ დაარქვით სახელი და აი ამ ტერმინს გამოვიყენეთ. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი სტატუსი თუ მისი განცხადება სასამართლო პროცესზე ვინმესთან დაპირისპირებაა. სულ არ ვფიქრობ ამას, რომ ვინმესთან დაპირისპირებაა. პოზიციის გამოხატვა, შენიშვნის გამოხატვა, რაღაცა რო არ მოგწონს და ამას რომ იტყვი, ამის გამოხატვა არავისთან დაპირისპირება არ არის. ეს არის პასუხი მოყვება ხოლმე ალიანსის მხრიდან რა ქვია ამას? არ ვიცი ახლა ვიღაცამ უპასუხო, საერთო წავიკითხეთ ახლა 5 პოსტი იყო, ერთმანეთს პასუხობდა ყველა იმან იმას უპასუხა. მე რა ქვია თავარი არის ახლა ერთმანეთს რომ იმან იმას უპასუხაო, რო თქვით, ამას რა ქვია ბატონ გიორგი? რა ვიცი, ალბათ საკუთარი აზრის გამოთქმა და დაპირისპირებად ნამდვილად არ შევაფასებ ამ ყველაფერს. გასაგებია, საკუთარი აზრის გამოთქმა. კი ბატონო, ეს ალიანსი 9 პარტიისგან შემდგარი, იმიტომ ხომ შეიქმნა, რომ თქვით, რომ საზოგადოების დაკვეთა იყო ერთობა, რომ ამ ალიანსს უნდა რაღაცა დემონსტრირება უნდა მოეხდინა ამ ერთობის, ენახა თქვენი ერთად მუშაობა და ასე შემდეგ. რასაც უყურებს საზოგადოება, მათ შორის ამ სტატუსების დონეზე, რომელიც არ ვიცი, მილიონჯერ ახსენეთ უკვე და ფაქტია, რომ არ მოგწონთ. ეს არის ერთობის მაჩვენებელი? ხა რამე ახალი ხო არ არის, ანუნა იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ყველასთვის რაღაცა ნაციონალური მოძრაობა არის ძირითადი ბაზა, რომელზეც აქტიურად მუშაობს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომ რაღაცნაირად ამომრჩეველი გამოგლიჯოს, ხო? ეს ხო ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა, არა?
ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევა, რასაც ეხლა დაპირისპირებად კიდევ ვიმეორებ, ნამდვილად ვერ შევაფასებ ამ ყველაფერს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, მუშა პროცესი, რომელიც მუშა პროცესშიც რაღაცამდე მივალთ, ან ვერ მივალთ, მაგრამ თავარი ერთი რამე უნდა ვიფიქროთ ყველამ, რომ ჩვენ არა რაღაცა ალიანსის ერთობაზე, არამედ გამარჯვებაზე უნდა მივიდეთ და ამ გამარჯვებისთვის ყველამ ნებისმიერ პოლიტიკოს თუ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული თავშეკავებები მართებს. აი ესეთი თავშეკავებები თუ იქნება და რაღაცა საკუთარი მეს ინტერესებით არ იქნება მოქმედება, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. კარგით, გასაგებია. მივხვდი, რომ თქვენ არ გსურთ ამ თემაზე საუბარი და რაღაცნაირად ვჭიდაობ თქვენთან, რომ რამე კი და შემიძლია აი გესაუბროთ, თქვათ ნაციონალური მოძრაობა რას აპირებს რეჟიმის დამარცხების შემდეგ. სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის არის დასათაურებული ეს. კი და აქ არის საუბარი, რაც ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე სოფლის მხარდაჭერა, რაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება სოფელს. გლეხი არ ითხოვს იმას, რომ ვინმე მივიდეს ან ბარვაში ან თოხნაში მიეხმაროს. გლეხი ითხოვს სტაბილურ გარემოს, სტაბილურ ფასებს იმისთვის, რომ მან თავისი პროდუქცია მიიღოს და მოიყვანოს, ხო? რაშიც პირველ რიგში არის ხელის შეშლა და აი ეს გაძვირებული ფასები პირველ რიგში აწვება ამ ადამიანებს და ამიტომაც არის მე ეხლა ქალაქში შეიძლება ვინმეს იმის პრეტენზია აქვს, რომ ეხლა რაღაცა მოწეული პროდუქცია ღირს ძვირი, ხო? ეს არის იმის ბრალი, რომ არის აქ კარტელული გარიგებები, არის შემთხვევები, როდესაც ფაქტობრივად ის პროდუქცია, რომელიც აქ უნდა იწარმოებოდეს და სწორედაც გლეხი ფერმერი უნდა აწარმოებდეს სოფლად, შემოდის კონკრეტული ოლიგარქიული ჩართულობით, კონკრეტული, რა ვიცი, დაყოფილი სეგმენტებით გადანაწილებული აქვს დღეს რეჟიმს და აი ამ კორუფციულ მორევში ჩართული ადამიანების მხრიდან ხდება ამ ყველაფრის ხელოვნურად გაძვირება, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყოს გლეხს იმ საქმიანობაში, საითაც რეალურად მივიღებთ უფრო იაფ პროდუქციას. კი ბატონო. მოდით ვისაუბროთ დღეს რისი პრეზენტაციაც გქონდათ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით. სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის, ჩვენი მიზანია ოცნების კორუფციული სქემების დაშლა, საწვავის ფასების სტაბილიზაცია, ენერგოტარიფებში არსებული კორუფციული წილის სისტემური აღმოფხვრა და ფერმერის გლეხის მხარდაჭერა. გვითხარით, რა არის ეს სამი ნაბიჯი? კი, დაი ძალიან დეტალურად არის გაწერილი. აქ არის ჩვენ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით, საწვავის პოლიტიკაზე, რომელიც გაზრდილი ტარიფის ამოქმედება სოფლის არის ძალიან ბევრი წარმატებული ქვეყნები, სადაც ფასის ზრდასთან პირდაპირ არის მიბმული სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლითაც აქციზი ავტომატურად იკლებს, რომ ფასი არ გაიქცეს. ეს შეიძლება ფასის ზრდა, ამან ფასის კლება გამოიწვიოს 40-50 თეთრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში 40-50 თეთრი, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოსახლეობისთვის. ამიტომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის სახელმძღვანელო და შპარგალკა იმისთვის, რომ ჩვენ რეჟიმს წარუდგინოთ და ქართულ ოცნებას წარუდგინოთ ეს, რომ ესე უნდა გააკეთო. რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სწორედ ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა მოხდეს, მხარდაჭერა მოხდეს ფერმერისთვის, გლეხისთვის და შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს საუბრობდა სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილი იმასაც, რომ ჩვენ ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა ელექტროენერგიის და გავხდით იმპორტიორი ქვეყანა, სადაც ვყიდულობთ ელექტროენერგიას. ამ ყიდვის დროსაც არიან კონკრეტული ადამიანები, მაგალითად ნოღაიდელის შემთხვევა, არიან ადამიანები, რეჟიმთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებსაც კომპანიები აქვთ, აი რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის შუა წილში სხედან კიდე და იქიდან კიდე ქართველ ხალხს პარავენ პულს. ეს არის კარტელური გარიგებები, ეს არის კორუფციული სისტემა, რომელიც ფაქტობრივად არა ხელს უწყობს, არამედ ქმნის აი ამ ფასების ზრდის პოლიტიკას და არა კლების. ვიღაცა ამბობს, რომ აი ივანიშვილი იმასთან რა შუაშია, ივანიშვილი იმასთან რა შუაშია. კი, ყველაფერთან ის რომ პური ძვირდება ივანიშვილია პირდაპირ დამნაშავე, ის რომ საწვავი ძვირდება ივანიშვილია პირდაპირ. ყველა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში ხდება და ადამიანებს ხელს უშლის განვითარებაში, ადამიანებს ხელს უშლის ცხოვრებაში, ეს არის პირადად ივანიშვილის დანაშაული, რომელი ივანიშვილიც არის დღეს აი იმ რეჟიმის შემქმნელი, რომელი რეჟიმიც დღეს ქვეყანას რომელმა რეჟიმაც ქვეყანა ასეთ დღეში ჩააგდო. ამიტომ ალიანსისთვისაც, ნაციონალური მოძრაობისთვისაც, ყველა პოლიტიკური პარტიისთვისაც თავარი სამიზნე უნდა იყოს ივანიშვილი და არა მიხეილ სააკაშვილის ისინი სტატუსები და სასამართლოზე გამოთქმული ფრაზები ასწორონ და იმაში ეძებონ, აბა ჩვენზე ხო არა თქვა რამე და აბა იმაზე ხო არა თქვა რამე.
კი ბატონო. და ბატონ გიორგი, კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ. კითხვა დღეს გახდა ეს ამბავი ცნობილი, რომ ღვინის ქარხნებს აეკრძალათ ისეთი ვენახი და ყურძნის ჩაბარება, რომელიც სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენდებაო. ეს ბრძანება გამოიცა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, აი ამ სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი დამტკიცდა მოკლედ და აქედან გამომდინარე გახდა ეს ცნობილი. იქნება ეს ხელისშემშლელი ფაქტორი, თქვენ თქვით, რომ აი კახეთიდან მოვდივარო, კარგად იცნობთ, ბუნებრივია იმ რეგიონს და ვენახი და ღვინო რასთან თუ არა კახეთთან არის 14 წელია თუ ვინმე საუბრობდა ამ საკითხზე და თუ აი კორუფციულ გარიგებებზე, რომელიც სწორედ რთველთან დაკავშირებით ხდებოდა წლების განმავლობაში, ფაქტობრივად პირველი 2 წელი სასწაულად დაჭირდა რეჟიმს იმისთვის, რომ როგორ მოეპარა აქედან ფული და როგორ მიეღო კონკრეტულ ადამიანებს შემოსავალი და არა იმ ადამიანს, ვინც დღე და ღამე წვალობს იმისთვის, რომ ყურძენი მოიყვანოს. ამიტომ სწორედ ის მინისტრი, მაგალითად ბატონი მინისტრი, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე კახელი, მათი ფაქტობრივად თუ რამე მაგალითად გურჯაანში, დედოფლის წყაროში, სიღნაღში, რომელ 4 რაიონსაც წარმოადგენდა პარლამენტში, თუ იქ რამე ხდება და ვინმე ვითარდებიან მხოლოდ მასთან დაკავშირებული ადამიანები. აქამდე ღარიბაშვილი იყო, ეხლა ღარიბაშვილის კასტა გადაიბარა ამ კონკრეტულმა ადამიანმა და მისმა გარემოცვამ, ასე ვთქვათ. ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გლეხს დააკარგინონ იმის სურვილი, რომ მან მოიყვანოს მოსავალი, იმისთვის რომ შემდგომ თლიანად ეს ყველაფერი მოხდეს კონკრეტული რამოდენიმე ადამიანის ხელში და არა ეს იყოს რაღაცა გავრცელებული, სადაც ბევრი ფერმერი იარსებებს და ბევრი საოჯახო მეურნეობა იარსებებს. ამაზე ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ეხლა დღეს ყურძენთან დაკავშირებით არის მიღებული, ეს არის ხელისშემშლელი განვითარებისთვის და არა ხელისშემწყობი იმისთვის, რომ ადამიანებს შრომა დაუფასდეთ. დღეს თუ რამე არ არის დაფასებული, ეს არის სწორედაც ადამიანების შრომა, რომელიც წლიდან წლამდე შრომობს და შემოსავალს ვერ იღებს. კიდევ ვიმეორებ, ფაქტობრივად ლატარიასავით არის, აი ადრე ლატარიას რო თამაშობდნენ ხოლმე, ხო იცით, აი 100 ლარს რო დებ, მაგალითად და 10 კაცი რო დებს და მერე იგივე შენ ფულს რო იღებ უკან, ხო? მთელი წლის განმავლობაში რო დებ და მერე შენ ფულს რო იღებ. აი ესე დღეშია დღეს გლეხი და ესე დღეშია ფერმერი, მაგრამ ესე დღეში არ არიან ის ბობოლები, ის ადამიანები, ვინც ფაქტობრივად აკონტროლებენ ამ სისტემას და მარტო საკუთარ მიზნად მიაჩნიათ და სხვა არავინ არ აინტერესებს. ეს არის მნიშვნელოვანი და აი სწორედ ასეთ რაღაცეებზე რო იქნება მეტი მხილება, ასეთ რაღაცეებზე რო იქნება მეტი აქტიურობა და ჩართულობა, მაშინ იქნება ყველა პოლიტიკური ძალა და ყველა ალიანსი ძლიერი. კი ბატონო, ჭიქა არ გაგვიტეხო გიორგი. არა, ჭიქა ფეხებთან მიდგას და ვერც წარმოვიდგენთ. ბოლო კითხვა მინდა რომ დაგისვათ, დინარაძესთან დაკავშირებით მინდა გიორგი ბოლო შეკითხვა დაგისვათ. რაღაც სამინისტრო მოუგონეს, მოკლედ სახელმწიფო მინისტრი და როგორც მაგრამ აპარატი არ შეუძლია. ხო, მარტო დინარაძე იქნება თურმე როგორც მინისტრიც ის იქნება, მინისტრის მოადგილეც, მინისტრის თანაშემწეც და რა ვიცი, კანცელარიაც და კადრებიც. კი და დღეს ვისმენდი სხვათა შორის ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს უსმენდი დღეს, რომ დღესთან ხელი უნდა აეწიათ, ასე ვთქვათ, ღილაკისთვის დაეჭირათ იმისთვის, რომ შეუწყვიტონ უფლებამოსილება და თან ამბობდნენ, რომ თურმე ყველაზე კარგი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოფილა. ანუ ყველაზე კარგი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დღეს საკუთარი თითის დაჭერით გაუშვეს სამსახურიდან. ეს არის ახლა, ეს ხო არც მათ გაუშვიათ და დინარაძეს არ მიუღია იმის გადაწყვეტილება, რომ ის წასულიყო. ხო, ეს არის ივანიშვილის პაიკების თამაში, რომელიც არ ვფიქრობ, რომ იქ ახლა დინარაძე იქნება თუ გეკა გელაძე იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი იქნება იმ თანამდებობაზე, ის რამე ხალხისთვის სამსახურში იქნება და ქვეყნის უსაფრთხოებას მოემსახურება. კონკრეტულ სიტუაციაში, როგორც ჭირდება ივანიშვილს, თუ ვინ იყოს იმ პოზიციაზე, იმ ადამიანს დასვავს და არა დანიშნა, არც დანიშნავს. დროებით მიავლინებს იქ და როცა მოუნდება, ისე უკან გამოავლინებს და გამოიყვანს. კი ბატონო, გასაგებია. ფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს ერთგვარად ივანიშვილის მხრიდან მათ შორის ყობახიძის მოცილების რაღაცა პრელუდიას უყურებთ ამ დინარაძეს? მე ამ თეორიებში ნამდვილად ვერ შევალ, ერთი აქსიომა ყველამ კარგად ვიცით. ხო, დღეს პრემიერ-მინისტრიც, მართველიც, ყველაფერი არის ივანიშვილი. თავარი სამიზნეც
ჩვენი ქართველი ხალხის პოლიტიკური პარტიებისაც უნდა იყოს ივანიშვილის და მისი რეჟიმის დამარცხება. ის რომ ჩვენ განვიხილოთ, ხვალ კობახიძეს გაუშვებს, ისე ვიღაცას მოიყვანს, ეს ხო მისი თამაშები იქნება. ჩვენ ამ თამაშების მონაწილეები არ უნდა გავხდეთ და ამის შემფასებლები და ექსპერტები. მაგრამ რა თამაშს თამაშობს ამაზე? თამაშობს იმას, ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვის თამაშს თამაშობს, მეც არაფერს და ხალხის გაღარიბების თამაშს თამაშობს. ეს არის მისი მიზანი 2012 წელს, როდესაც მოდიოდა, მაშინვე ეს იყო მისი მიზანი, როდესაც რუსეთიდან მოავლინეს ის ამ კონკრეტული საქმისთვის, რომ ესეც გამდიდრებული იყო და თან ქვეყანა მთლიანად რუსეთის მმართველობაში გადაეყვანა, მაგრამ აი ეს ქართველი ხალხის ბრძოლა ძალიან ბევრი ვაშკაცის, ძალიან ბევრი ქალბატონის, რომელიც დღეს ტყვეობაშია და ჩემი სოლიდარობა ყველა მათ და თავისუფლებას უსურვებ, რა თქმა უნდა, მათ შორის აი დღეს რომ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა ნიკასაც, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი დაპირისპირება სტატუსი. აზრი გამოხატავ, რატომ არ თქვით, რატომ უწოდებს დაპირისპირება? ყველას თავისუფლებას უსურვებ, რა თქმა უნდა, მათ შორის ნიკასაც, ყველა უნდა იყოს გარეთ და აი მეერე უნდა მიეცეს ყველას იმის საშუალება, რომ აი თავისი აქტიურობით, თავისი პროგრამის წარდგენით, თავისი ბრძოლით დადოს თუნდაც პირველ რიგში ის შედეგი, რაც 2003-2012 წლებში დადო მიხეილ სააკაშვილმა. გასაგებია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გიორგი ბოტკოველი, იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.